საერთოდ მე არც ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის წინააღმდეგი ვარ და არც მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ეს თანამშრომლობა გარკვეულ სფეროებში არსებობდა ადრე. ოღონდ ის არსებობდა მაშინ, როდესაც საქართველოს სტატუსითაც და დე ფაქტო რეალურადაც იყო დასავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ჩვენს რეგიონში. დღეს ეს შეიცვალა და ეს სულ სხვა შედეგს იძლევა. აი იგივე მაგალითად სუვერენიტეტზე ძახილი არის ერთ-ერთი მანტრა, რომ ჩვენ არავის გამოცდილება აქვს რამდენიმე ქვეყანას, როდესაც ის კარგავს აბსოლუტურად რაღაც დაბალანსებულ პოლიტიკას. ეხლა ბელარუსი ევროპის მოკავშირე არ ყოფილა არასდროს, მაგრამ ევროპასთან ჰქონდა მუდმივად ლავირების მცდელობები, რომ ამით აბალანსებდა რუსეთის გავლენას თავის ტერიტორიაზე და ასევე სულ სტიმულს აძლევდა რუსეთს, რომ მეტი ეზრუნა ბელარუსის თავის მხარეს დატოვებაში და ბევრ რამეს გამორჩა კიდევაც ამითი. დიახ, სუბსიდირებული გაზი, ნავთობი, საშინაო ფასებით სხვა რუსული, არ ვიცი, რასაც ყიდულობს იქიდან და ასევე რუსული ბაზარი, როგორც საშინაო ბაზარი აქვს. ეს დიდი პრობლემა. ოღონდ ეს იყო მეტნაკლებად მოწყობილი იმის შედეგად, რომ მას ჰქონდა ალტერნატივები დასავლეთთან ურთიერთობების სახით და მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობის სახით. და სულ იმის რისკით რუსეთისთვის, რომ შეეძლო უფრო შორსაც უკვე ლუკაშენკო 2020 წელს, რაც გააკეთა ლუკაშენკო, როდესაც უკვე ვეღარ გააფორმა არჩევნების მოპარვა და მოუწია ძალადობით, აი ძალაუფლების შენარჩუნება, მან სრულად დაკარგა ლეგიტიმაცია დასავლეთის თვალში. და ოღონდ ამან პრაქტიკულად ნოლამდე დაიყვანა მისი სუვერენიტეტი და მარტო ერთ სიტყვი. მას მოუწია თავისი ტერიტორიის დათმობა ომისთვის, რუსეთს დაუთმო ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისთვის. ამას ვერანაირ ძალადობა ვერ როდესაც შენ აბსოლუტურად კარგავ დასავლეთის მხარდაჭერას და მე მთლად ლეგიტიმაციას, დღეს რომ დაჭირდეს, ყველაზე დიდი რისკი იმაში კი არ არის, რომ ვიღაცამ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ გამოგვიყენოს მეორე ფრონტად, იმიტომ რომ არ ჭირდება საქართველოსნაირი მეორე ფრონტი, უკრაინასაც კი, იმიტომ რომ რესურსებს მოითხოვს და არაფერს არ მისცემს, იმიტომ რომ არ აქვს ჩვენ იმხელა შეერაღებული ძალები, რომ თუნდაც მნიშვნელოვანი წილი რუსული რესურსების აქეთკენ გადმოგწ. პირიქით დაიკარგება 2 დღეში ეს ტერიტორია. 5 დღეში. ჯარი არ ყავს და არაფერი აქ არ არის. სამაგიეროდ რუსეთს დღეს აქვს ყველა მიზეზი და თუ უკრაინაში კონფლიქტი დასრულდება ადრე თუ გვიან, რუსეთს სულ ექნება იმის სტუნება, რომ მისგან გაქცეული აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს მეშვეობით დაიტოვოს კონტროლის სფეროში და რუსეთმა სხვა მეთოდი არ იცის. კონფლიქტი იყო ყოველთვის მისთვის ერთადერთი ზემოქმედების საშუალება თავის მეზობლებზე. აზერბაიჯანს შორის ეს ფაქტორი ეცლება ხელი და და ის კონფლიქტი, რომლითაც ის ინარჩუნებდა თავის გავლენას სომხეთზე პირველ რიგში, მაგრამ აქედან გამომდინარე აზერბაიჯანსაც გარკვეულწილად აფერხებდა. დღეს, როდესაც ეს ფაქტორი პრაქტიკულად ამოწურულია და როდესაც ღიად ტრიალდება სომხეთი დასავლეთისკენ, სხვათა შორის მე მინდა ხაზი გაუცვა, რომ როდესაც პაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში, ეს არანაირად არ ნიშნავდა შებრუნებას რუსეთისგან და დასავლურ არჩევნებს. სომხებმა მაშინ უბრალოდ აირჩიეს კორუფციის საწინააღმდეგოდ რაღაცა სხვა მთავრობა და რუსეთისთვის აღმოჩნდა, რომ ესაც კი სრულიად მიუღებელი არ ყოფილა პაშინიანი. არც ზელენსკისთან დაკავშირებით ჰქონდათ მათ. ზელენსკი მე გაგახსენებთ, ზელენსკი ითვლებოდა პრორუს, აი მას კონკურენტი ითვლებოდა პროდასალ. მაგრამ როგორც კი თუნდაც ანტიკორუფციულ უკრაინაში ანტიკორუფციულ საქმიანობაზე მაინც და მაინც ბევრს არ ვილაპარაკებ. ბოლო სკანდალი მაგრამ სომხეთში პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა უკავშირდება სწორედ კორუფციას და სომხების ყელში ამოსვლას, აი ამ გაზულუქებული კარაბაღული კლანის და მოძებნეს ადამიანი, რომელიც არ იყო გასურველი მანამდე პოლიტიკაში. რუსეთისთვის არათუ ნატო და არათუ დემოკრატია, ელემენტარულ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას კი ითვლება რუსეთის საწინააღმდეგო ქმედება და უნდა იყო არ შემდგარი სახელმწიფო. რეალობა ასეთია. აზერბაიჯანი ისედაც მუდმივად ცდილობდა მაქსიმალურად დამოკიდებული ყოფილიყო რუსეთისგან
დღეს ის მას ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ საერთოდ აღარ კონდეს არანაირი ინტერესი რუსეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის. კი, სანამდეც ექნება ეკონომიკური რაღაც ინტერესები, ამასაც განახორციელებს. მაგრამ დღეს მისი მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის, რომ გაამყაროს თავისი კავშირი, სტრატეგიულ მოკავშირე თურქეთთან და დასავლურ ბაზრებთან. და სხვადასხვა ის რომ ამას აზერბაიჯანის ხელისუფლება ზანგეზურის დერეფნის გახსნას ერთგვარ მთავარ წინაპირობად აყენებს საბოლოო შეთანხმებისთვის, ეს კიდე იმაზეც მეტყველებს თუ რამდენად ნდობით უყურებს ის ივანიშვილის რეჟიმს. ერთის მხრივ ის კი ვითომ გულშემატკივრობს თანა, ასე ვთქვათ, კოლეგა ავტორიტარულ რეჟიმს, მაგრამ დიდი ბოდიში მე არ ვიცი რას ფიქრობს პირად, მაგრამ ზუსტად არის, აშკარა არის, რომ აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესი ბევრად უფრო მეტად იყო უზრუნველყოფილი დემოკრატიული პროდასავლური ხელისუფლების პირობებში საქართველოში, როდესაც მან ზუსტად იცოდა, რომ ეს იყო სტაბილური კავშირის გარანტია. პრორუსული ხელისუფლება საქართველოში მას არანაირად არ უნდა აწყობდეს და ჩანს რომ არ აწყობს, რომ არ ენდობა, რადგან რუსეთს ყოველთვის შეუძლია ეცადოს საქართველოს მეშვეობით გადაუჭრას აზერბაიჯანს კავშირი თავის მოკავშირესთან და ბაზრებთან, ხოლო სომხეთს ევროპისკენ მიმავალი გზა. ამიტომ ვუყურებთ ჩვენ ახლა ამ პროცესებს. და განსაკუთრებით დანაშაულებრივი ამ მომენტში კიდევ რომ ავიღოთ, საქართველოს რომ ყავდეს ახლა პროდასავლური დემოკრატიული ხელისუფლება, რამდენი მიმართულებით იყო გახსნილი შესაძლებლობები, ხო, როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ასევე სამხრეთ კავკასიაში ჯანსაღი მდგომარეობის და ვითარების შესაქმნელად, სადაც სომხეთიც და აზერბაიჯანიც ამ შემთხვევაში, როცა საბოლოოდ შეთანხმდნენ სამშვიდობო თვალსაზრისით და დონალდ ტრამპმა მიიღო ისინი, იქ საქართველოს რა ყოფილიყო წარმოქმნილი, მათ შორის ეკონომიკური შესაძლებლობების კუთხითაც რამდენი რამე გაიხსნებოდა. ჯერ ესეთი ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლების პირობებში დღეს საქართველოს იქნებოდა ევროკავშირის წევრობასთან ძალიან ახლოს. ყველაზე დაწინაურებული კანდიდატი. დიახ, ჩვენ ვიყავით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ. 2020 წელს საქართველოს იქნებოდა ევროკავშირის წევრი, ეს ერთი. მეორე სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს იქნებოდა მომლაპარაკებელი მხარე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალ სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით, რომელიც განიხილებოდა არა საქართველოს ალტერნატივად, არამედ ის შემავსებელ დამატებით რაღაც ვარიანტებოდა, რომელშიც საქართველოს სულ მცირე ექნებოდა პლატფორმის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებში და თქვათ იგივე სატრანსპორტო თუ სხვა შეთანხმებები შეიძლება თბილისის მონაწილეობით კი არა, მხოლოდ თბილისში მომხდარიყო საერთოდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. იგივე შემიძლია თქვა და ის რომ ცენტრალური აზიისა და თავის დიდი კასპიის რეგიონის და შავი ზღვის რეგიონის დამაკავშირებელი უნდა გამხდარიყო საქართველოს და ამისთვის ანაკლია უნდა აშენებულიყო. ახლა ოდნავ მაინც პოლიტიკური ნება რომ ჰქონდა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში დღემდე შეიძლებოდა ანაკლიის სპორტის დასრულება და ამით შევსება იმ ახლად გაჩენილი მოთხოვნისა, რომელიც წარმოიქმნა იმ შედეგად, როდესაც გადაიკეტა სანქციების გამო რამდენიმე რუსული მარშრუტი. და კიდევ უფრო მეტი იკეტება აი ბოლო ბელარუსის გავლით ლიტვა კეტავს მაქსიმალურად და პოლონეთს დაკეტილი აქვს. ეს მხოლოდ ზრდის მოთხოვნა სახმელეთო დამატებით მარშრუტებზე და ამ დროს საქართველოს არ აქვს არაფერი რომ შესთავაზოს პირიქით გაკოტრებულია მისი რკინიგზა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს 2011 წელს თუ სწორად მახსოვს 100 მილიონი შემოსავალი ჰქონდა. მოგება.